კულინარია, საინტერესო ფაქტები, რეცეპტები, ბლოგები, სტუმრები, კულტურა, კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, სიახლეები, დებიუტები და კარგად ნაცნობი მონათრებული ხმები. ტურიზმი, ნაცნობი თუ უცნობი ქუჩები, სასტუმროები, კაფე-ბარები, რჩევები და თბილისის ტური. გაიგე ყველაფერი ის, რაც ძალიან გიყვარს და გსიამოვნებს, რაც შენთვის საჭირო და სასარგებლოა. ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ბახოს და ქეთას 3 ბლოკი. გადმოერთე რადიო ქალაქზე, FM 101.9. მოგესალმებით. ეთერშია ქეთას და ბახოს 3 ბლოკი. რა თქმა უნდა, რადიო მიმღებები არსად არ უნდა დართოთ და უნდა მიმართოთ 101. სავარაუდოდ საცობებში ბრძანდებით ყველანი და ამამინჩი. წვიმარი და ჩვენზე უკეთეს ვერავის ვერ მოусმენთ პირობას გაძლევთ და თან ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. წვიმიანი ქალაქიდან ბათუმიდან უკვე. კი, თქვენ ჩამოგვიტანეთ სავარაუდოდ. არა, აქაც გქონდა. აქაც გქონდა. თქვენი ქალაქი მაინც ძალიან საყვარელია ჩვენთვის, იმიტომ რომ წვიმაშიც ძალიან ვისიამოვნეთ იქ ყოფნით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სველი გვაქვს დღემდე, რაც იქ დაგვისწრება არჩევ. ნათია სირაბიძე არის ჩვენი სტუმარი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მომიწევთ. გვიხარია რომ ხართ ჩვენთან. პირიქით დიდი მადლობა თქვენ რომ ესეთი შორიგზიდან ჩამოხვედით ჩვენთან სტუმრად. მაგრამ მე მგონი ღირდა იმდენად საინტერესო პროექტების შესახებ უნდა ვისაუბროთ და მოუყვეთ ჩვენს მსმენელებს. აი პირველი ესეთი პროექტი არის თავისუფალი პროექტების და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსი, რომ გამოაცხადეთ. ამის შესახებ გვინდა რომ დავიწყოთ, ამ თემით დავიწყოთ თუ შეიძლება. დიახ, ჩვენ რას გულისხმობს ეს პროექტებს, რომელშიც იქნება სიახლე, რომელიც ეხება ბუნებრივი ხელოვნებას, კულტურას და დაფინანსების მაქსიმალური თანხა არის სადღაც 20,000 ლარი, საკმაოდ დიდი თანხა იმისათვის, რომ კარგი პროექტი დაფინანსდეს. მთავარი კრიტერიუმი არის, რომ პროექტი განხორციელდეს აჭარაში, ან გარკვეული შეხება ჰქონდეს აჭარის კულტურასთან და ხელოვნებასთან. შეიძლება იყოს კულტურის პოპულარიზაცია, რასაც ფაქტობრივად მედია ემსახურება, ანუ გაშუქება სხვადასხვა ღონისძიებების საინტერესოდ, ასე რომ ყველას აქვს საშუალება საქართველოს მასშტაბით, რომ პროექტი შემოიტანოს. 24 ივნის არის ბოლო ვადა და პროექტის განხორციელების თარიღება განისაზღვრა 1 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე, იმისათვის, რომ გარკვეული პროცედურებია საჭირო, რომ დაფინანსება, განვახორციელოთ. და როგორ ხდება პროექტის, აი რა ფორმა უნდა ქონდეს, სადმე იქნება ეს მითითებული თუ დიახ, ჩვენს ვებგვერდზე ალბათ შეგიძლიათ ნახოთ, საკმაოდ მარტივი ფორმა არის შესავსები, სადაც რა თქმა უნდა მიზნები და თავად პროექტის აღწერა თავისი ბიუჯეტით არის უნდა შეივსოს და გადმოიგზავნოს სხვათა შორის ელექტრონულადაც შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ იქ მითითებულ მისამართზე და ჩვენ მივიღებთ განიხილავს კომისია და გამარჯვებულს გაცნობებთ აუცილებლად. კომისიის წევრები ვინ არის თუ ეს საიდუმლო თუ არ არის? რასაუბრობთ, კომისიის წევრები არიან როგორც ხელოვანები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგათ გარეშე როგორ გავაკეთებთ. და რა თქმა უნდა, ჩვენ სფეროში მოღვაწე ადამიანები და სამინისტროსაც აქვს ერთი ხმა. სამინისტროსაც აქვს ერთი ხმა მონაწილეობს. ძალიან ისეთ დემოკრატიული არჩევნები იქნება. ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში თეორიიდან. ხო, საინტერესო ინიციატივებს დავაფინანსებთ და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ბევრი პროექტი შემოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს თქვენს რადიოს. რა თქმა უნდა, მე ჩვენ სამის იმედი გვაქვს და თან ის არის არსებობს ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს აუცილებლად მის თავში იხარშება, ასე ვთქვათ, ინოვაციური და კრეატიული პროექტები და საშუალებას აძლევენ და მათ ეს განახორციელონ. თან ასე ვთქვათ, ბათუმს და აჭარას, ბათუმს რატო გადავიკიდე აჭარას ზოგადად. თან სეზონია ეხა? ნუ არ გოს და ასე ვთქვათ, დაფინანსებაც მიიღოს და მისთვის ასე ვთქვათ, კარგი პროექტის განახორციელება. გარდა ამისა, ვიცით რომ ბევრ პროექტს უკვე ჩაეყარა, ასე ვთქვათ, საფუძველი და სამომავლოდაც გეგმავთ საინტერესო პროექტების განხორციელებას და თუ შეიძლება რომ გვიანბოთ. ერთ-ერთი არის street art, რომელიც მე ძალიან მომწონს და მინდა რომ ამაზე. და თუ შეიძლება ამ პროექტზე ვისაუბროთ. სხვათა შორის
ჩვენ გვიწევს ყველა პროექტზე ტენდერის გამოცხადება, მაგრამ ვახერხებთ ისე, რომ ეს პროექტის განხორციელებას ხელს არ უშლის. Street Art-ი ახალი პროექტია, ბათუმის მასშტაბით 9 ლოკაციაზე განთავსდება არტ-ბოქსები, სადაც იქნება ასე ვთქვათ live გამოფენები. ეს იქნება სადღაც A2 ფორმატის, ასე ვთქვათ, ყუთები, სადაც განთავსდება როგორც გრაფიკული ნამუშევრები, ასევე ფოტო, ფერწერა, სულო და გულო რასაც ინებთ, მაგრამ თავარი მიზანი ამ პროექტის არის სახელოსნო სივრცის შექმნა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, იმისათვის რომ შეიკრიბონ, ასე ვთქვათ, ტრენინგები, გაცვალონ იდეები. იქვე აღჭურვილი იქნება ეს სივრცე სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, მათ შორის 3D პრინტერით, იმისათვის რომ მოახერხონ, თქვათ, გრავიურაზე მუშაობა, იქ ხატონ, ფოტო გადაიღონ, დაამუშავონ და ასე შემდეგ. და ასე ვთქვათ, ეს იქნება საინტერესო არა მხოლოდ ხელოვანებისთვის, არამედ ტურისტებისთვის, რადგანაც აი 9 ლოკაციის რუქები შეიქმნება იმისათვის, რომ დაათვალიეროს ბათუმში ჩამოსულმა ტურისტმა და ერთ-ერთი ახალი სახელოვნებო მარშრუტი შეიქმნება ტურისტებისთვის, ასე რომ ვფიქრობ, საინტერესო პროექტია ნამდვილად. და როდის იგეგმება ამ პროექტის განხორციელება? ეს პროექტი დაახლოებით 1 თვეში უკვე ჩაეშვება. სეზონისთვის. კი, ასე რომ შეგიძლიათ თუ იცნობთ ხელოვანებს, ისინიც მოიპატიჟოთ ბათუმში და იქ ამ სივრცეში შეძლებენ მუშაობას, თავიანთი იდეების განხორციელებას. სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ჩვენ სამინისტროს და აჭარის მთავრობას პროგრამული ბიუჯეტი აქვს, რომელიც საკმაოდ მოქნილია და ვცდილობთ გარკვეული თავისუფალი თანხა ბიუჯეტი დავტოვოთ იმისათვის, რომ გასაგები არის ღონისძიებები დაგეგმილი წლის განმავლობაში, მაგრამ არის ძალიან ბევრი საინტერესო იდეა, რომელიც წლის განმავლობაში შემოდის და ჩვენ მოკლებული ვიყავით ხოლმე მათ დაფინანსებას და აი თავისუფალი პროექტები ამის საშუალებას გვაძლევს. ძალიან საინტერესო. რაღაცა უკვე. ყველა მივდივართ ბათუმში. კი, მაგრამ როდის საიდან გამოვწრე ბათუმში? კი, და საინტერესო კიდე არაჩვეულებრივი საშუალება ახალგაზრდა არტისტებისთვის, რომ რაღაცნაირად მიიღონ მონაწილეობა, ჩამოვიდნენ ბათუმში, გაიცნონ სხვა ხელოვანები, ასე ვთქვათ, და გაუზიარონ ერთმანეთს, თუნდაც შთაბეჭდილებები იქნება ეს თუ რაღაც თავიანთი ნამუშევრები და მიიღონ რაღაცა ერთობლივად მიიღონ ამ პროექტში მონაწილეობა. კი, და მე ძალიან მახარებს, რომ რაღაც ძალიან საინტერესო პროექტებზე ვსაუბრობ დღეს და რაღაც ახალი ტალღა არის, ესე ვთქვათ, თქვენ სამინისტროში. ახალი გვიხარია, ვცდილობთ. კი, და სამწუხარო რომ ვერ ხედავენ ჩვენი მსმენელები თქვენს სხივებს თვალებში, იმიტომ რომ კიდევ უფრო მოუნდებოდა. კი, და მე მგონი დღესაც მიდიხართ, როგორც ვიცი, კვიპროსში, დიახ, ქალაქ პაფოსში, ხო? კვიპროსზე და რა მიზნით ესეც ორი სიტყვით მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენი. ჩვენ წელს განათლების სამინისტრომ ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ემსახურება ჩვენი ფოლკლორის, ჩვენი კულტურის ექსპორტს და თუ კი რომელიმე ქალაქში, რომელიმე ქვეყანაში არის ტურისტული გამოფენა, სადაც წარმოადგენენ აჭარას, ხდება აჭარის რეკლამირება, ან იმართება ბიზნეს ფორუმები, სადაც ინვესტორებს ხვდებიან ჩვენი ბიზნესმენები, აუცილებლად აი ამ ღონისძიებებს თან ახლავს, ასე ვთქვათ, გაფორმებულია ეს ღონისძიებები ჩვენი კულტურით და სხვათა შორის იმდენად დიდი ეფექტი აქვს, რომ აი უზარმაზარ ტერიტორიებს, სადაც ზოგჯერ 100-მდე ქვეყანაა გამოფენილი, როდესაც ჩვენი ანსამბლები იწყებენ ცეკვას და სიმღერას, ფაქტობრივად დახლებს ტოვებენ ადამიანები და მოდიან ჩვენების სანახავად. თან საინტერესოა ის, რომ ძალიან მცირე რაოდენობით მიდიან ხოლმე მსგავს გამოფენებზე და ახერხებენ, რომ რესტორანში არიან, აეროპორტში თუ სადაც თუ მიდიან, ყველგან ღერიან და ცეკვავენ, ასე რომ მართლაც დიდი გამოხმაურება მოყვება ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ვიდეოს იღებს, ფლეშმობებს მართავენ, ასე ვთქვათ, ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ეფექტურად. ვიზიტების დროს ჩვენ სულ წამოყვეთ აუცილებლად. ასე რომ კვიპროსზეც კონცერტს მართავთ. კვიპროსი ევროპის კულტურის დედაქალაქია
დედაქალაქად გამოცხადდა 2017 წელს. გარკვეული შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი, რადგანაც 2020-მდე თქო, ვფიქრობ ბათუმი გამოვაცხადოთ. ამბიციები გვაქვს. მე გვიჯასავი ამბიციები გაქვს. ხო, ასე რომ შეხვედრას აი თქვენ გისმენთ გჯერა. იშვიათად არის ხოლმე მე დაკეთած. ხო, ისაც ჯერა გაგვატარეთ. თქვენ დაგვაჯერეთ. შევეცდებით ყოველ შემთხვევაში, ალბათ მიზანი უნდა იყოს მაქსიმალური, რომ რაღაცას მაინც მივახციოთ. კი, აუცილებლად ჩვენს თქვენს გვერდით გვიგულეთ როგორც რადიოთი, ასევე ჟურნალებით და თქვენს გვერდზე ვარ და ყველა თქვენს ასეთ საინტერესო და კარგ წამოწყებას გავაშუქებთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, თქვენი იმედი გვაქვს და მე რა თქმა უნდა ვარსკვლავებს გაგიხსნით. მე ისაც გამიხსნით. თურმე მე ის გადამრჩენია სანამ ბახვას ვარსკვლავს გავუხსნიან. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. წარმატებებს. საინტერესო საუბრისთვის და კიდევ არაერთხელ იქნება ჩვენი სტუმარი ჩვენ დარწმუნებული. რეკლამის შემდეგ ჩვენი ბლოკის სტუმარი იქნება ძალიან საინტერესო ახალგაზრდა დიზაინერი B-Next-ის კონკურსის გამარჯვებული თეკუნა გელაშვილი. ველოდებით თეკუნას და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდა. კულინარია, საინტერესო ფაქტები, რეცეპტები, ბლოგები, სტუმრები, კულტურა, კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, სიახლეები, დებიუტები და კარგად ნაცნობი მონატრებული ხმები. ტურიზმი, ნაცნობი თუ უცნობი ქუჩები, სასტუმროები, კაფე-ბარები, რჩევები და თბილისის ტური. გაიგე ყველაფერი ის, რაც ძალიან გიყვარს და გსიამოვნებს, რაც შენთვის საჭირო და სასარგებლოა. ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ბახვას და ქეთას 3 ბლოკი. გადმოერთე რადიო ქალაქზე, FM 101.9. მოგესალმებით. ეთერშია ქეთას და ბახვას 3 ბლოკი, რა თქმა